გიორგი ხურციძე, ახალგაზრდა თავისუფალი დემოკრატები, მეც შემოგიერთებით. მიულოცავ ხვალინდელ ნათლისღების დღესასწაულს სრულიად საქართველოს და უსურვებ ყოველივე სიკეთეს. რაც შეეხება არჩევნებს და არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობასა და როლს. გასული 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო ახალგაზრდების ჩართულობა და თავისთავად ცხადია ახალგაზრდების როლი არჩევნებში საერთოდ არის უმნიშვნელოვანესი. ეს გამოწვეულიც, ეს მოსალოდნელიც არის, სხვათა შორის, იმიტომ რომ ხელისუფლების გადავხედოთ თუ რა ქმედებებს აქვს ხელისუფლების მიერ ადგილი, ხელისუფლების მხრიდან, ეს არის გამუდმებულ ტერორშია ბიზნესი, ასევე თითოეული ჩვენთაგანის უფლებები ყოველდღე ილახება. მოტივირებულ ახალგაზრდას, სწავლა-განათლებაზე მოტივირებულ ახალგაზრდას არ აქვს საშუალება მიიღოს სწავლა-განათლება მხოლოდ იმის გამო, რომ მის ოჯახს არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი. ასევე უმუშევრობა მძვინვარებს დღეს ქვეყანაში, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით ეს ყოველივე ბადებს ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობას. ჩვენ მიუხედავად იმ ნიჰილიზმისა, რაც საზოგადოებაში დღესდღეობით სახელმწიფომ დანერგა, ახალგაზრდა თავისუფალ დემოკრატებს ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს ახალგაზრდებთან, ისინი მოდიან ჩვენთან თავისუფალი დემოკრატების ოფისში, უნდათ ჩვენთან გაწევრიანება, ჩვენთან ერთად ჩაერთონ ამ ბრძოლაში. ალექსანდრე საუბრობდა წეღან და მე მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან, ისინი მოტივირებულები არიან იმაზე ზუსტად, რომ ცვლილებები მიღწეული იქნას მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით. ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი თანამონაწილეობა არის აუცილებელი და უშუალო თანამონაწილენი უნდა გავხდეთ იმ პროცესისა, რასაც საქართველოს აღშენებლობა ჰქვია და რაც უკვე დაწყებულია. მინდა ჩაგეკითხო გიორგი, შენ საუბრობდი არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობაზე. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ, რა ტიპის მონაწილეობა იქნება. მონაწილეობა შეიძლება იყოს, როცა ადამიანი მიდის საარჩევნო ურნასთან, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ის ამბობს, რომ მე მოქალაქე ადამიანი მიდის საარჩევნო ურნასთან, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ის ამბობს, რომ მე მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი, ასე ვთქვათ, რომ მივეცი ხმა. აქ არის მეორე ტიპის მონაწილეობა, რომელიც ჩემი აზრით ეხა არის ზუსტად ჩვენი თაობიდან აუცილებელი, ეს არის ის, რომ არ მივცეთ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება. როგორ ფიქრობ, ამ ნაწილში რა შეიძლება გააკეთოს ახალგაზრდობამ ზოგადად და ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგან? ძალიან საინტერესო შეკითხვაა, სულხან შევეცდები გავცე პასუხი. უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა მოხდეს, ეს არის არსებულ საარჩევნო სისტემაში, კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები და ვფიქრობ, რომ ეს იმ ალბათობას, რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია, მინიმუმამდე დაიყვანს. რაც შეეხება შეკითხვას ახალგაზრდებმა რა უნდა გავაკეთოთ, ამ მხრივ ახალგაზრდების როლი არის ასევე უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან და რადგანაც ახალგაზრდების ჯგუფმა უნდა გადაამოწმოს, უნდა მუშაობდეს ახალგაზრდების ჯგუფის სიების, საარჩევნო სიებს გულისხმობს, საარჩევნო სიების გადამოწმებაზე, რათა იმ თავიდანვე ავიცილოთ გაყალბების ის იმ სახის გაყალბება, რასაც ქვია გაბერილი სიების, ტარისულების სიებში და ასე შემდეგ. და არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რომ აუცილებლად ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი უნდა იყვნენ თავისთავად ცხადია კომპეტენტური ორგანიზაციებისა და კომპეტენტური პირების მიერ გადამზადებულნი, რათა ეს გადამზადებული ახალგაზრდები შემდეგ უკვე ჩართული იყვნენ საარჩევნო უბნებში კომისიის წევრებისა და რასაკვირველია დამკვირვებლების სტატუსით. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ მხრივ გადამზადებული საქართველოს მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდა უკვე არ მიცემს საშუალებას ნაციონალური მოძრაობის მმართველი პარტიის იმ კომისიის წევრებს და რასაკვირველია თავმჯდომარეებს იმის საშუალებას, რომ შიგნით უბანზე აწარმოებონ რაიმე სახის კანონდარღვევა, გაყალბება თუნდაც.